უსმოზე ციტრუსის ჭამა სერიოზული დატვირთვაა ღვიძლისთვის. ეს ბიძგს აძლევს გასტრიტს. ციტრუსის ჭამამდე ან მისი წვენის დალევამდე მირთვით შვრიის ფაფა. ციტრუსი ალერგიას იწვევს. ბანანი განთქმულია მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს, მაგრამ ნუ შეჭამთ მას დილა ადრიან, მშიერ კუჭზე. ამან შესაძლოა დაარღვიოს კალიუმ-მაგნიუმის ბალანსი და მოგადუნოთ. საუზმეზე უმიბოსტნეულის ჭამამ შესაძლოა არამხოლოდ გასტრიტს, არამედ წყლულსაც კი გაუწიოს პროვოცირება. მჟავები, რომლებსაც შეიცავს უმიბოსტნეული, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარს. იოგურტი ციტრუსივით მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. უმჯობესია ის დღის განმავლობაში ან საღამოს მიირთვათ. ცივი წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელებას, ამიტომ ჭამის დროს მისი დალევა არ შეიძლება. დილით ცივი სასმლის მიღება მთელი დღით შეაფერხებს საკვების გადამუშავებას. ადვილი შესაძლებელია ადამიანები, რომლებიც ახლა დიაბეტით არიან დაავადებულნი, ოდესღაც საუზმეს ტკბილეულით იწყებდნენ. დილით კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამომუშავება. ამიტომ მშიერ კუჭზე ტკბილეულის ჭამა დამღუპველია. სისხლში შაქრის დონე არაჯანსაღ ზღვრამდე იმატებს და მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები გარანტირებულია. უსმოზე ყავის დალევა მავნებელია. მშიერ კუჭზე მირთმეული ყავა აღიზიანებს ლორწოვანს და შესაძლოა გასტრიტამდეც მიგვიყვანოს. დილობით ყავა არც ღვიძლს სარგებს, მირთვით ყავა სრულფასოვანი საუზმის შემდეგ.